სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 1 იანვარს. ახალი წელი ესე გახსნა ბატონმა ჯონმა. შემდეგი კითხვა ესეთია. მამაკაცი პასუხობს, ჯონ, მე მგონი თქვენ უპასუხეთ უკვე თქვენს წინა სიტყვაობაში, კომენტარში გარკვეულად ჩემს კითხვას, მაგრამ მე მაინც დავსვადი. ბევრი კათოლიკე მღვდელი მთელი დღის განმავლობაში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, რომის პაპის დაჭრის ამბავი, საუბრობდნენ ამას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიყვარულის სახარება. და მე უბრალოდ მაინტერესებს. შეგიძლიათ გითხრათ, რას გულისხმობენ ისინი ამაში სიყვარულის სახარებაში? და ეს იგივე სახარებაა, რაც ჩვენი და ჩვენ ქადაგებთ, თუ განსხვავებულია და თუ ასეა, რა გზით არის განსხვავებული? მე ესე დავასათაურე, კათოლიკეების სახარება, ანუ მისი არსი, დოქტრინალურად განსხვავდება ჩვენისაგან? უფრო გავაფართოვე მე ეს კითხვის სახელწოდება, რომ მოსაძებნად ადვილი იყოს. ბატონი ჯონი პასუხობს. დიახ, ეს ნამდვილად განსხვავებული რამ არის. სიყვარულის სახარება, ეს არის გულები და ყვავილები. იცით ხომ? ეს არის სახარების რეალობის შემცველი და ეს ტიპიური პოპულარული განცხადებაა დღეს. სიყვარულის სახარება ნიშნავს, ეს არის ერთგვარი ჰუმანისტური, რომ მოდით ვიყოთ ყველანი კეთილი, ყველანი მოსიყვარულე. და ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაოცარი. როდესაც რომის პაპის ეს დაჭრის ამბავი რადიოში გამოცხადა, ლოს-ანჯელესის ქალაქის მერი, ტომ ბრედლი და მსგავსმა ადამიანებმა დაიწყო, მე ვლოცულობ მისთვის. სენატორებიც გამოვიდნენ კალიფორნიის, მე ვლოცულობ, ყველა მისთვის ვლოცულობს. უცებედად ამ ურწმუნო, ათეისტურ ერში, სადაც ღმერთს ყურადღებას არავინ არ აქცევს, თურმე ნუ იტყვით და ყველას ახლა მოუნდა რატომღაც ლოცვა. და მე რო ყოფილიყავი იმ ერთ-ერთ ინტერვიუში, ესეთ კითხვას დაუსვავდი და მათგანს ვეტყოდი. სხვათა შორის შეგიძლიათ მითხრათ, ვის თხოვთ და ვისთან ლოცულობთ? მე უბრალოდ მაინტერესებს. გასაოცარი არ არის, რომ ერთგვარად, როგორ უცებ ლატენტური ეს ნდობა ღმერთისადმი რო ჩდება ამ ურწმუნო საზოგადოებაში? მიუხედავად იმისა, რომ ყველანი მას უარყოფენ და უნდობლობას უცხადებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. და უცებ როცა რაღაცა ესეთი მოხდება, უცებ ყველანი ხდებიან მორწმუნეები. სიყვარულის სახარება ეს არის ტერმინი, რომელიც ერთგვარად ანაცვლებს ჭეშმარიტ სახარებას. ეს ერთგვარი ლიბერალიზებული პერსპექტივაა ჭეშმარიტ სახარებისა. რას გულისხმობენ ისინი, ჩვენ უნდა ვიყოთ მოსიყვარულები და კეთილი? რა თქმა უნდა, ეს მართლაც ასეა. ქრისტიანი უნდა იყოს მოსიყვარულე და კეთილი, მაგრამ მარტო ეს არის ქრისტიანობა და სახარება? ჩვენ ძალიან დამახინჯებული საზოგადოება ვართ, რადგან დაცემულები ვართ და ყოველთვის გვეყოლება ესეთი ჯიუტი ხალხი, რომლებიც ასეთ რაღაცებს აკეთებენ და მართლაც ეს საშინელება ადამიანის თავდასხმა და მოკლა. მე ვისურვებდი, რომ დამეჯერებინა რომის კათოლიკურ სისტემას ექნება ნამდვილი სიმართლე და ქონოდა ნამდვილი სიმართლე, როცა ამას ამბობს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის. რადგან კარგად ვიცი, რომ ეს ეკლესია ფაქტიურად ყოველთვის სავსე იყო იმ ადამიანებით და წლების რა ვიცი, 1000 წლეულების განმავლობაში, რომლებმაც არასოდეს იცოდნენ რა არის ჭეშმარიტი სახარება და რა არის სიმართლე. ასე რომ მე არ ვიცი, ისინი რას გულისხმობენ, როცა გაყვირიან ამას სიყვარულის სახარებას. ეს არის რაღაცა მორცხვი, რაღაცა უცხო იმისა, რაც არის ჭეშმარიტ სახარება. რაღაცას რო გამოაკლებ ძირითადს და მარტო იმას აიღებ, რომელიც ყურში მოსასმენად ძალიან ის არის რბილი და ძალიან მიმზიდველი. სხვათა შორის შემიძლია მხოლოდ რამოდენიმე სკოლიო სახით დავამატო, პატარა ის განცხადება გავაკეთო, სანამ გავაგრძელებთ კიდევ კითხვები და პასუხებს. თქვენ უნდა კარგად გესმოდეთ, ჩვენ ადრეც ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ და ჩვენ მოსმენელებმა იციან. ყველაზე ძირითადი რამ, რაც რომის კათოლიკურს
ეკლესია შეიძლება დავახასიათოთ, ეს არის მისი ჰიბრიდული სისტემა, ანუ შერეული სისტემა წარმართულთან. და მე დავამატებდი პირადად ჯონი ბაკურაძე, რომ ეს მართლმადიდებლობაზე ვცელდება, რომ ისინი ერთი იყვნენ და ერთი ძირიდან გამოვიდნენ. აღმოსავლურ ქრისტიანობაზე ალაპარაკი მართლმადიდებლობაში მთლიანად მოიაზრება ეს, როცა გაიყო ეს 1054 წელს, ხომ? დასავლური და აღმოსავლური, ესე უფრო ჯობია რომ გავყოთ. რომის კათოლიკურ ეკლესიაში თქვენ შეხვდებით ბაბილონის საკულტო რელიგიიდან ამოღებულ ძალიან ბევრ რამეს, რაც ბიბლიაში ჩვენ არ გვხვდება და არ არსებობს ბიბლიდან ეს. მაგალითად, დიდ მარხვას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო ბიბლიასთან. ტერმინი ზეცის დედოფალი, იცით, ამ ტერმინს ისინი მარიამისთვის იყენებენ. ეს ტერმინი არის ესაიას წიგნში, ასევე ეზეკიელის, ერემიას წიგნში და ის ეხება აშთორეთს, ბაალის დედას და ეს ეხება წარმართულ ცრუ კულტს. და ისრაელს ღმერთი უკრძალავდა, მას ეკრძალებოდა 64-ის დედოფლის თაყვანისცემა, ციური დედოფლის. ფაქტობრივად ეზეკიელში ღმერთი შემოდის და ანგრევს იმ ტაძარს, რადგან იქ ხალხი თაყვანს ზეცის დედოფალს სცემდა. მარიოლატრიის, ეს არის სწავლება მარიამის შესახებ, მარიოლატრიის დედაშვილის კულტი, პიეტა და დედა ბავშვი ნამდვილად არ არიან ესენი მარიამი და იესოს წარმომადგენლები. არამედ ისინი ცის დედოფლის, ისინი არიან აშთორეთის და ბაალი, რომლებიც ქრისტიანობაში გადაიტანეს და შეერწყა და მიაწებეს მას. და ამან ყველა წარმართულ რელიგიაში თავისი კვალი დატოვა, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს არის ძალიან უცნაური კონგლომერაცია, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობას წარმართობასთან. და ასე იყო წლების განმავლობაში. გასაგებია ხომ? აი ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა.